ძალიან მარტივია ის სამწუხარო ტრაგიკული რეალობა, რომელიც ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ის ცხოვრობს კლასიკურ კარიკატურულ დიქტატურაში. თავისი სახლების თავზე ცას კეტავდნენ მუამარ კადაფი, სადამ ხუსეინი და სხვა მსგავსი ოდიოზური დიქტატორები. ივანიშვილიც ესეთი კაცია, ახირებული ბერი კაცი, თავისი შიშებით, თავისი სურვილებით და ყველაზე მთავარი რაც არის შესაძლებლობით, რომ რაც უნდა ის აკეთოს ამ ქვეყანაში. გადაკეთოს მთელი ისა რა ქვია, დასახლებული პუნქტი, თქვას რომ აქ მანქანა ვეღარ შემოვა და ამ პუნქტის თავზე ცაც დაკეთოს ისე რომ ჩიტმაც ვერ გადაიფრინოს ამ ცაზე. აი ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული ახირება და ასეთების სიმრავლე ჩემი აზრით იქნება, რაც უფრო წლები გავა, არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილი უკვე ასაკში შედის. ასაკში შედის და ასეთი შიშები, ასაკში შესულ დიქტატორებს ძალიან მწვავედ უმძაფრდებათ ხოლმე. ამიტომ ეს იქნება ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ამბავი, მსგავსი რაღაცეები. როგორც ეროვნული ბანკის საცავი არის დღეს ივანიშვილის პირადი საცავი და იქ თავის ოქროს ინახავს და ნახატებს, ზუსტად ასე, რომ სადაც უნდა ცალს დაკეტავს ამიერიდან. სამარცხვინოა საერთაშორისო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ძალიან შევწყვებით, მინდა გითხრათ, მაგისტრალური გზები ასე არ გეგმება, რომ ეხა ივანიშვილის სახლს შემოუფრინოს. ვიღაცამ უბრალოდ იქიდან წავა ყველა ის მაგისტრალი და სხვა ქვეყანაზე გაივლის.